პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გამოჯანმრთელებას უსურვებ და მნიშვნელოვანია, რომ დღეს სწორედ ის გამოჯანმრთელდეს და დავიცი, მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ რაღაცა სიმართლე გაირკვევა, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში რაიმე სიმართლის გარკვევის იმედი ნაკლებად გვაქვს, რაც შეეხება განცხადებებს, სამარცხვინოდ გამოიყურება ერთი რამე. პირველი 2 დღის განმავლობაში ფაქტობრივად მის პირად მეგობრებსაც კი აკრძალული ჰქონდათ სოლიდარობის გამოხატვა. ერთადერთი მე მგონი, ვინც დავინახე, იყო ირაკლი ღარიბაშვილი, მისული იქ და სხვამ ვერც კი გაბედა ვერავინ იქ მისვლა და უკვე პრემიერ-მინისტრის მისვლის შემდეგ დავინახეთ ჩვენ გამოქვეყნებული სტატუსები უკვე მხარდასაჭერი და რა თქმა უნდა, ადამიანს როდესაც უჭირს, რა თქმა უნდა, აქ არ აქვს არანაირი პოლიტიკურ კუთვნილებას მნიშვნელობა, ადამიანს მხარე უნდა დაუჭიროთ და მას გამოჯანმრთელება უნდა უსურვოთ. რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, ეს არის ჩვეული სტილი დღევანდელი ხელისუფლებისა, რომ მათი კორუფციული ქმედებები, მათი მოღალატეობრივი ქმედებები, მათი დანაშაულები გადაბრალება მოხდეს სხვაზე და ის განცხადებები, რომელიც გავაკეთეთ, დარწმუნებული ვარ, შინაგანად თქვენს ტელევიზიებს ცოტა უხერხულობა უნდა გქონდეთ იმისა, რა განცხადებაც გააკეთა ირაკლი კობახიძემ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის მათი დაწერილი სცენარი, მათი განხორციელებული პროცესი და ამ ხელისუფლების პირობებში თუ არა დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მალე გაირკვევა, როცა აღარ იქნება ხელისუფლებაში ის რეჟიმი, რომელმა რეჟიმაც მოუსპო ქვეყანას სუვერენიტეტი და რომელმა რეჟიმაც მოუსპო ქვეყანას დემოკრატია და ფაქტობრივად გაამეფა კორუფცია და ის დანაშაულები, რომელ დანაშაულებებსაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ. რამდენი წყალსრულად რომ რაიმე გავლენა მქონიყო ამ გაზეთს საუბრობენ მედიიდან გაშერებული ბრალდებები და კორუფციასთან დაკავშირებით. ანუ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ თქვენი მხრიდან მუდმივად დასტრესილები ვართ, ის კრიტიკა, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიების მხრიდან მოდის, ანუ ჩვენ სტრესში უნდა ვიყოთ, ეხლა გვატყობთ რამეს, რომ სტრესში ვართ. სტრესში ვართ იმის გამო, რომ ქვეყანა უკან მიდის და ქვეყანა არ ვითარდება. და ეს არის მნიშვნელოვანი და ამიტომ ვიბრძვით თითოეული ჩვენთაგანი. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლების ინტერესი, კობახიძესი და ხელისუფლების წარმომადგენლების ინტერესი არის ერთი რამე, რომ ისინი გამდიდრდნენ და ხალხი გააღარიბონ, ის გაღარიბებული ხალხი მერე რაღაცა გროშებად იყიდონ და გამოიყენონ მათი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის. ბატონო გიორგი, ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რას უპასუხებთ თქვენ პარტნიორებს? არა, ჯერ შევაფასებ ამ რეზოლუციაზე გამოხმაურებებს, გუშინ ჩვენ ვნახეთ გამოხმაურებები ეგრეთ წოდებული პარლამენტის, არაღიარებული პარლამენტის და ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ესე აგდებით საუბრობდნენ იმას, რომ ისევ ის რეზოლუცია მიიღება, ეს ხო ძველია. არა, ძველი არ არის, ეს არის ახალი რეზოლუცია და ჩვენთვისაც სამწუხაროა ის, რომ ასეთი რეზოლუციები მიიღება და ჩვენ გვყავს დღეს ხელისუფლება, თვითაღიარებული ხელისუფლება და არავის მხრიდან აღიარებული, ჩვენი პარტნიორების მხრიდან არაღიარებული ხელისუფლება, რომელიც საკუთარი თავის კმაყოფით და საკუთარი თავის წარმატებით, ოჯახების და პირადი ცხოვრების წარმატებით არის დაკავებული. ამიტომ ეს რეზოლუციაც და ძალიან ბევრი რეზოლუციაც მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენმა მეგობრებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია ქართველი ხალხის მიმართ. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობაზე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით და ჩვენი პოზიცია მყარად არის ცნობილი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ 2024 წლის შემდგარ არჩევნებს, არ ვაღიარებთ 2024 წლის შემდგარი ეგრეთ წოდებული არჩევნებისგან შემდგარ ეგრეთ წოდებულ პარლამენტს და იმ მთავრობას, რომელიც ამ პარლამენტმა დაამტკიცა, ამიტომ არ ვფიქრობთ, რომ დღეს ხელისუფლება, რომელიც არის არალეგიტიმური, მასთან რაიმენაირი სპეცოპერაციაში რუსული საცეცებით დანერგილ სპეცოპერაციაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რომელსაც ისინი არქმევენ არჩევნებს. ასე უნდა გითხოთ მურმან დუმბაძე არჩევნების ლოგოდრონის ჩატარება. ამ რეზოლუციის პროექტში ასევე იყო ნახსენები, რომ აუცილებელია ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები უახლოესი თვეების განმავლობაში, ასევე სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურად აღიარებაზე იყო აქცენტი, სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ანუ ერთიანეთში შევაფასოთ ეს მოთხოვნა. პირველი არ არის და დაკავების დღიდან არა სამართლიანად და პოლიტიკური ნიშნით დაკავების დღიდან, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ნიშნით დაკავების დღიდან და რუსული სპეცოპერაციის განხორციელების დღიდან დიდი დრო გავიდა და ყოველი რეზოლუცია
აბსოლუტურად, რომელიც მიიღება ევროპარლამენტში თუ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები ქვეყნდება ჩვენი პარტნიორებისა, აბსოლუტურად ყველგან არის მოხსენიებული მიხეილ სააკაშვილი და ის არის აღიარებული როგორც პოლიტიკურ პატიმრად. ეს არის პირდაპირი აღიარება ევროპარლამენტის რეზოლუციაში განთავისუფლების მოთხოვნა, პირდაპირი აღიარება ევროპარლამენტის მხრიდან, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ამიტომ რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ქვეყნის წარმატებისთვის, მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არ იყოს პატიმრობაში. ეს არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, რა თქმა უნდა, მთავარი მოთხოვნა ჩვენი კვლავ დარჩება საპარლამენტო არჩევნები, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდება არა იმ პირობებში და არა იმ მოცემულობით, რა მოცემულობაშიც დღეს ვართ, რომ სრულად კონტროლირებადია ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან ყველა ის სტრუქტურა, რომელიც სამართლიანად უნდა ატარებდეს არჩევნებს, დაწყებული ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, გაგრძელებული ძალოვანი სტრუქტურებით, რომელიც თავიდან ბოლომდე ერთ საფარქვეშ ივანიშვილის რეჟიმის ერთ საფარქვეშ არის მოქცეული და მხოლოდ მათ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება და არა რეალურად ქვეყანაში სამართლიან არჩევნებს. რა თქმა უნდა, ეს განცხადებები, კრიტიკული განცხადებები და არა მარტო კრიტიკული განცხადებები, ბევრი ქმედება ვნახეთ ჩვენ, ხო, რომელიც აისახა განცხადებების შემდეგ სხვადასხვა თანამდებობის პირების სანქცირებასთან დაკავშირებით, ეს იქნებოდა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი თუ სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური თუ არა აქვს მნიშვნელობა, ვინც სანქცირების პროცესში მოყვა. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად ის განცხადებები, რომელიც კეთდება, რომ თანამშრომლობა უნდა შენარჩუნდეს, ეს არის მიმართული ქართველი ხალხის ინტერესებისთვის. ის თანამშრომლობა, რომელიც პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესებისთვის არის შენარჩუნებული, არის უმნიშვნელოვანესი. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენი პარტნიორის გადაწყვეტილება იქნება მიმართული იმისკენ, რომ ქვეყანა განვითარდეს და რეალურად ქვეყანაში დაფუძნდეს დემოკრატია, რომელსაც ასე ბოლომდე უნდა რომ გაანადგუროს ბიძინა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა. მურმან დუმბაძე ამჯერად არჩევნების ფოტოტრონით ჩატარება. იგივე თემაზე თუ აქ, იგივე თემაზე ჩაიკითხოს. და ევროპარლამენტის დებატების მიმდინარეობისას მასშტაბური პოზიციებიც ისმოდა, მაგალითად იყო ლასლო ნოიქოფი, რომელიც ამბობდა, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთ წევრს სურს საქართველოში პოლიტიკა საკუთარი სურვილების მიმართ მართონ, ანუ ფინანსდება ისეთი ძალები, რომლებიც უცხოურ ძალებს ემსახურებათ, აი ამ განსხვავებულ პოზიციები. განსხვავებული პოზიციები, რა თქმა უნდა, იქნება ყველგან. და თქვენთვისაც ინტერესია, რომ აი ეძებოთ ესეთი განსხვავებული პოზიციის ადამიანები. კი, სახელმწიფო ტელევიზიებმა უნდა ეძებონ განსხვავებული პოზიციის ადამიანები, თუმცა ყოველი რეზოლუცია, ყოველი გადაწყვეტილება ჩვენ ხედავთ, ხო? რა თანაფარდობით მიიღება, ხო? რა რიცხვებში მიიღება ეს გადაწყვეტილება, ხო? ამიტომ 300 ევროპარლამენტარი რომ ხარს უჭერს და 30 მოწინააღმდეგეა, ზუსტად ესეთი 30 ადამიანიდან ვიღაცა იტყვის, რომ თქვათ რაღაცა ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის საამებლო განცხადებას გააკეთებს, ხო? იქაც არის ესეთი პოზიციები, თუმცა მყარი პოზიცია ევროპარლამენტის მხრიდან და უმრავლესობით ჩამოყალიბებული არის ერთი რამე, ისინი ხარს უჭერენ ქართველი ხალხის ბრძოლას, რომელიც იბრძვის დემოკრატიისთვის, რომელიც იბრძვის ევროპული მომავლისთვის და რომელიც იბრძვის იმ კორუფციის და იმ დანაშაულებების წინააღმდეგ ქვეყანაში, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით. და რას ემსახურება ეს ანატო არის ეს განცხადებები? არ ვიცი, რამს ემსახურება, ნებისმიერი განცხადებას აქვს თავისი შეფასება, გეთანხმებით, თუმცა მთავარი შეფასება ის არის, რას გადაწყვეტს ჩვენი პარტნიორების უმრავლესობა და ჩვენ ვიცით მათი მყარი პოზიცია. აი ეს ის კითხვა თავისუფლად დაკავშირებით და დავასრულებ, თუნდაც რასე უკნევიჩიანი იყო ამ მოხსენების ანგარიშის ავტორი და მართლობუჩი ამბობენ, რომ თანამშრომლობს ქართულ ოპოზიციასთან და მთლიანად რაც მოცემულია მოთხოვნები, ემყარება არაობიექტურ მოსაზრებებს. კი, არა მარტო რასაი ოკნევიჩი და რამდენი ევროპარლამენტარი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ და რამდენი ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერი, რომელიც მკაფიო განცხადებებს აკეთებს და აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილის რუსულ მმართველობას და აფასებს მას როგორც რეჟიმს, აფასებს მას როგორც ოლიგარქიულ მმართველობას.
ეს არის მნიშვნელოვანი და ასეთ შეფასებებზე გავამახვილოთ ყურადღება. მურმან დუმბაძე არჩევნების ლოტოტრონით ჩატარების ინიციატივით გამოდის და ამბობს, რომ მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს ჩავატარებინოთ ლოტოტრონით. ხო, არ ვიცი, ახლა მე ნებისმიერი ადამიანის განცხადებების შეფასებას აქ ვერ დავიწყებ. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენ პოზიციაზე, ჩვენი პოზიციის შეფასებაზე, ჩვენი პოზიცია არის მყარი, რომ ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას იმ რუსულ სპეცოპერაციაში, რომელიც დაგეგმა ივანიშვილმა რუსეთის FSB-სთან ერთად და ამას დაარქვა ეხლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ ეს ყველაფერი ვნახეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენი მყარი პოზიციაა, რომ ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას ამ პროცესში და ჩვენი მყარი პოზიციაა, რომ ჩვენ ვითხოვთ დამოუკიდებელ სამართლიან ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. იყო საუბარი ტელეფონით ჩატარებასთან დაკავშირებით, ეხლა ლოტოტრონით. დავიცი, ნებისმიერი ესეთი აი ამ ტრიბუნიდან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, რომელ განცხადებასაც გააკეთებს, იმ განცხადებასთან დაკავშირებით შემიძლია შეფასება გავაკეთო და პოზიცია წარმოვადგინო. ცალკეული პოლიტიკოსების გაკეთებულ განცხადებებზე შეიძლება ზოგიერთს თქვათ ვიზიარებდე, ზოგიერთს არ ვიზიარებდე, ამიტომ ჩემი შეფასება ნაკლებად ჭირდება. მათ რომ მათი პოზიცია გამოხატეს, მათვე შეაფასეს უკვე საკუთარი პოზიცია. ოპოზიციას მოგიწოდეთ, რომ ამ ინიციატივას შეუერთდეთ და თუ გამოთქვა ჩვენ ნებისმიერ მოწოდებას, რომელიც ერთიანობისკენ იქნება მიმართული, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებისკენ იქნება მიმართული, ნებისმიერ პოზიციას გავიზიარებთ, რა თქმა უნდა, თუმცა საკუთარ გადაწყვეტილებებს აუცილებლად გაგაცნობთ. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებითაც კითხავთ, ჩვენ ვიცით, როგორი იყო ლელოს პოზიცია და ამ ლელოს პოზიციის დაფიქსირების შემდეგ თითქოს დაპირისპირების ფონი უსწრება ოპოზიციაში, მაგალითად ანაწითლიძე მისიც განაცხადა, რომ ხაზარაძეო ფულს გვთავაზობდაო ერთ-ერთ პოდკასტში. აი, რა შევაფასოთ ზოგადად ეს დაპირისპირება, რაც ამ ლელოს გადაწყვეტილებში დაპირისპირება არა, ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია და ჩვენი მყარი შეფასება. ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი. ენის მოჩულექს დრო ნამდვილად აღარ არის ახლა და ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი. რა თქმა უნდა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი ჩვენთვის და ის რომ თან პლუს ჩვენ ვისმენთ ლელოს მხრიდან განცხადებებს, რომ თურმე 4-5 დღეში გაივლის ეს ყველაფერი და მე ისინი ტკბილად, რბილად შებრძანდებიან საარჩევნო კამპანიაში, რა თქმა უნდა, ეს ესე ვერ იქნება. ქართული ხალხის პოზიცია, ადგილებზე ჩვენ ამომრჩევლის პოზიცია ძალიან კარგად ვიცით და ადგილებზე ასევე ვიცით მათი აქტივის, სადაც ყავთ, მათი წარმომადგენლების პოზიცია. სამწუხაროდ მათ გადადგეს ეს ნაბიჯი ისე რომ თუნდაც არ კითხეს საკუთარ შემადგენლობას და ჩვენ ვნახეთ, ხო, განსხვავებული პოზიციები, იგივე საბა ბუაძესი, იგივე ანა ნაცვლიშვილის, თეონა დოლონჯაშვილის, თუ დოლონჯერიძე, ხო, და დეასი და მათი ძალიან ბევრია კიდე ასეთი. ცალკეული განცხადებები ვრცელდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ამას. ეს არის პირველ რიგში საკუთარი თავების ღალატი. მე არ მერიდება ამ სიტყვის თქმა. ეს არის პირველ რიგში საკუთარი თავების ღალატი და ღალატი ყველა იმ ადამიანისა, ვინც დღეს გამოკეტილია ციხეში პოლიტიკური ნიშნით და ესეთი ბევრია სამწუხაროდ და მე მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ყველა პოლიტპატიმარს და რა თქმა უნდა ღალატი იმ ადამიანებისა, ვინც 200-ზე მეტი დღე არის აპროტესტებს ყოველდღიურად იმ პროცესს, იმ მოცემულობას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, რუსული რეჟიმის მმართველობას. ამიტომ ეს არის თავარი მიზანი და ასე ვთქვათ, თავარი პრინციპი, რომელსაც არ უნდა უღალატო, ეს არის არ უნდა ითანამშრომლო დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან. სამწუხაროდ დღეს ლელო აღმოჩნდა პირდაპირ თანამშრომლობის პროცესში ივანიშვილის რეჟიმთან. თქვენ მოკოლეგამ განაცხადა მუნდლაძემ ეთერში განაცხადა, რომ მუშტითაც დაუპირისპირდეთ, თუმცა საჭირო გახდა როგორ შეაფასებთ მის განცხადებას. არ ვიცი ახლა ზოგს მუშტი უჭრის, ზოგს ჭკუა უჭრის, ზოგს ისე, ზოგი ისე გადაწყვეტს, ზოგი ისე გადაწყვეტს. ახლა კიდევ ვიმეორებ, რაც ჩემმა კოლეგამ ცალკეულმა ადამიანმა განაცხადა, ხო? ამიტომ მე ვიცი ზუსტად ჩემი პარტიის პოზიცია, ამ პოზიციას ყოველდღიურად გაცნობთ და უკვე დამღლელიც არის პრინციპში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით და რაღაც საკითხებთან დაკავშირებით უკვე რაღაცა უხერხულობასაც ქმნის კითხვები ნაციონალური მოძრაობის მიმართ. ჩვენი მყარი პოზიცია ცნობილია, სხვა პოლიტიკური პარტიების მყარი პოზიცია ცნობილია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ შედგეს ადგილობრივი არჩევნები. არ შედგომაში ვგულისხმობ სწორედ იმას, რომ თავარი არის, რომ ხალხმა არ მიიღოს მონაწილეობა იმ სპეცოპერაციაში, რომელიც სპეცოპერაციას დაგეგმა ბიძინა ივანიშვილმა. არ მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ საქართველოში 2,5 მილიონი ამომრჩევლიდან, რომელიც მიდიოდა არჩევნებზე,
არჩევნებზე შეიძლება მივიდეს 300,000 ამორჩეველი მაგალითად. ეს უკვე არის არალეგიტიმური, არ შემდგარი არჩევნები, რომელიც არის აუცილებლად მოსალოდნელი. და თქონდის თუ არის ცნობილი ლელოს მხრიდან შეთავაზებაზე, კრიტიკის შერბილების სანაცვლოდ თანხის შეთავაზებაზე და გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხაზარაძემ ირაკლი გუგრაძეს მანქანა აჩუქაო, მართლ გუნდში საუბრობენ რომ არ ვიცი, ახლა ვინ მანქანას აჩუქებს? ვის რა მანქანას აჩუქებენ, ვინ ვის ტელეფონს აჩუქებს, ახლა მაგაზე მე ხო არ უნდა ვილაპარაკო, აქ კიდევ ვიმეორებ. მე შემიძლია გითხრათ, რომ აი ნაციონალურ მოძრაობაში მანქანა არავისთვის არავის არ აჩუქებია და აი ეს შეფასება შემიძლია გავაკეთე. ახლა ვინ ვის რა აჩუქა და ადგილზე ვინ რას შესთავაზებს. ადგილზე ინტერესი ექნება ახლა ლელოსაც რა თქმა უნდა რომ რაღაცა ის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები რაღაცით დააინტერესოს და რა თქმა უნდა ეს არის ცუდი პირველ რიგში და ამ შეფასებებს რა ვიცი ხა ჩაღრმავებულ შეფასებებს ნამდვილად ვერ გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით. მოძრაობას თავაზებდა შერბილებული კრიტიკის სანაცვლოდ გარკვეულ არ ვიცი ანის აქვს ალბათ კონკრეტული ფაქტები და ანისთან რო გექნებათ საუბარი ამ ეხლა მე კონკრეტული ფაქტები ხო უნდა ვისაუბრო ეხლა რადგან ანიმ განცხადება გააკეთა რაღაცა საფუძველი ქონდა ხო ამიტომ ანისთან როცა გექნებათ კითხვები აუცილებლად ანის დაუსვით კითხვა კი რა ვიცი მე ბევრი ინფორმაცია მაქვს იმისა რომ რა ვიცი რა ხდება რეგიონებში შემეძლია დეტალურად გითხრათ და მკითხეთ ნებისმიერი რამე აუცილებლად გიპასუხებთ